დედეუნთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას ვალკვირდებით წლების განმავლობაში. სამწუხაროდ სახელმწიფო პოლიტიკა დედეუნთა მიმართ არ შეცვლილა და ის ტენდენციები, რაც იყო გამოკვეთილი მთელი ამ წლების განმავლობაში, ისევ იგივე მიმართულებად რჩება. ეს იქნება მთელი რიგი პრობლემები, რაც უკავშირდება განსახლებას, დასაქმებას, ტერიტორიულ მთლიანობას. და ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ თითქოს შეგნებულად ხდება დევნილი სამოქალაქო საზოგადოების დემორალიზაცია და დესტრუქტურიზაცია, იმიტომ რომ დევნილები ისევ არიან სასოწარკვეთაში იმედგაცრუებულები და კონკრეტული პრობლემების ირგვლივ არ არის ჩამოყალიბებული კონკრეტული ხედვები თუ როგორ უნდა მოგვარდეს დევნილთა პრობლემები. ნებისმიერ მიმართულებით ეს იქნება განსახლების პოლიტიკა, უმუშევრობა თუ ტერიტორიული მთლიანობა. სახელმწიფო სტრატეგია, როგორც ასეთი, დევნილების ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს და პოლიტიკა და ჩვენ ვითხოვთ უკვე დიდი ხანია, რომ დევნილებმა მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში და ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება კანონები დევნილთა შესახებ, თუ როგორ იქმნება კრიტერიუმები დევნილთა განსახლების და ის შეფასების სისტემა, ქულათა სისტემა, სხვათა შორის, რომელიც სამინისტრომ მონათლა ახალ კრიტერიუმებად, ეს იყო ძველი კრიტერიუმები, რომელიც შეფუთა და მიიღო ფაქტიურად იგივე ქულათა შეფასების სისტემა და ეს ქმედით ზომებს ჯერჯერობით ვერ იღებს და ყოველდღე უამრავი დევნილი მოგმართავს უკვე კონკრეტული პრობლემები და განცხადებით, რომ პრობლემად რჩება, ხოლო ის დიალოგი, რომელსაც აწარმოებს სამინისტრო დევნილებთან, არის უშედეგო და ისევ ტყუილი მოლოდინი აქვთ დევნილებს და ტყუილი დაპირებები. სამწუხაროდ სამინისტრო არ თანამშრომლობს ჩვენთან, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვები ამასთან დაკავშირებით. მე პირდაპირ ეთერში მინდა ასევე დებატებში გამოვიწვიო ბატონი დავით არახველიძე და დაუსაბუთო და არგუმენტირებულად ასე ვთქვათ ვისაუბრო კონკრეტულ პრობლემებზე და ასევე შევთავაზო ჩვენი ხედვები და ინიციატივები. ჩვენ არაერთხელ შეგვითავაზებია, მაგრამ სამწუხაროდ თანამშრომლობის ხელი არ გამოგვიწოდეს და კიდევ ეს გვიტოვებს იმის ეჭვს, რომ თითქოს შეგნებულად ხდება და პრობლემების მოგვარება რეალურად არ უნდა სამინისტროს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვთავაზობთ მათ ამას. ასევე გვინდა ვისაუბროთ იმის შესახებ, რომ ეს კრიტერიუმები, რომელიც მიიღო სამინისტრომ, არის ყოველად შეურაცხყოფელი დევნილებისთვის და ის კითხვარები და ანკეტირების სისტემა, რომელიც მიმდინარეობს დევნილთა განსახლების პროცესში, აქაც ისევ ხდება დაყოფა პრივილეგირებულ და არაპრივილეგირებულ დევნილებად. სამწუხაროდ საგარანტიო ფურცლები არის გაცემული ისე დევნილებზე, რომელთაც ანკეტირება არ გაუვლიათ. და ისევ არის ჭორები იმის შესახებ, რომ დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების შეთავაზება ხდება ისევ ნაცნობობით და ისევ და იგივე ხალხი ღებულობს საცხოვრებელ ფართებს და ისევ კორუფციას აქვს ადგილი სამინისტროში. ეს რაც შეეხება დევნილთა განსახლებას. ასევე მინდა აღვნიშნო ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და იმ მორალურ ზეწოლას, რომელსაც ახორციელებს დევნილთა სამინისტრო დევნილებზე, ისევ გათიშვას, გახლეჩვას დევნილი საზოგადოების და დაშინებას და შანტარს, ასევე მუქარას, რომ ნებისმიერი პრობლემა არ იყოს გახმოვანებული სატელევიზიო ბატონო ფაქტებიც გვაქვს, კი როგორ არა, ჩვენ ყოველდღე გვაქვს ხალხთან ურთიერთობა, სომხურ სკოლას დავასახელებ ამ წუთას და ნებისმიერი კიდევ სხვა შემთხვევა შემიძლია თამამად ჩამოვთვალო ფაქტების შესახებ. ასევე არ მინდა არ ვისაუბრო იმის შესახებ, თუ რა მიმართულება მიეცა დევნილთა კონსოლიდაციის საკითხს, რომელსაც ჩვენ ვიძახით, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად. სამწუხაროდ ისევ და ისევ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც უნდა ცდილობდეს და ყველანაირ გზას და ხერხს უნდა ეძებდეს იმისთვის, რომ დევნილების კონსოლიდაცია მოახდინოს და არ იყოს იქ, ასე ვთქვათ, სამარცხვინო ურთიერთინტრიგნული ურთიერთობა იმის თაობაზე, თუ როგორ ჩაიგდონ ბერკეტები, არამედ გავერთიანდეთ ყველა იმ ერთობლივი და საერთო ინტერესების ირგვლივ, რომელიც ყველა დევნილის, ასე ვთქვათ, ოცნებაა და ეს ეხება აფხაზეთში დაბრუნებას. პირველი, რასაც უნდა აკეთებდეს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება, ეს არის დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება, როგორც სამოქალაქო ინტერესების დაცვის კუთხით დევნილების მიმართ, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და აფხაზეთთან დობის აღდგენის კუთხით. აქ მინდა მთავარი აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ დამოუკიდებელ პოლიტიკას ემიტომ საუბრობ, რომ ფაქტიურად ცენტრის დავალება, რომელიც სრულდებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩაანაცვლა ისევ ცენტრის მიერ მითითებულმა პოლიტიკამ. რატომღაც ის კონსტიტუცია, რომელიც 2003 წლის შემდეგ შეიცვალა და მთლიანად აფხაზეთის მთავრობა დამოკიდებული გახდა პრეზიდენტზე, ისევ იმ სისტემით მიმდინარეობს და ეს კანონები არ იცვლება და კონსტიტუცია არ იცვლება და ფაქტიურად მარიონეტი ხელისუფლება რჩება ისევ მარიონეტად და ჩვენ ვიძახით, რომ თუ კი ჩვენ დამოუკიდებელ პოლიტიკას არ გავატარებთ, აფხაზებიც არ დაგველაპარაკებიან და რა თქმა უნდა ანგარიშის გასაწევი ძალად სწორედ აფხაზეთის მთავრობა უნდა შექმნას, ნდობა უნდა აღადგინოს და ხალხთან ურთიერთობა უნდა დაიწყოს და რეალურად უნდა
უნდა იზრუნოს აფხაზებთან ნდობის აღდგენაზე. ამ შემთხვევაშიც გვაქვს ისევ გვაქვს ადგილი ცენტრალიზებულ პოლიტიკას და ამას ჩვენ ვეწინააღმდეგებით. და ძალიან სამარცხვინოა ის ფაქტები, რომ ყურადღება გადატანილია სულ სხვა თემებზე, შიდა დაპირისპირებაზე და ინტრიგაზე და ჩვენ მოუწოდებთ მოსახლეობას და აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ დავდგეთ ერთად და მოვაგვაროთ საერთო პრობლემები, ეს განსახლების კუთხით იქნება თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ნდობის აღდგენის კუთხით იქნება აფხაზებთან და ოსებთან. და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ის თანხა 1,500,000 ეს არის ფაქტიურად გადაყრილი თანხა, რომელსაც ჩვენ თითოეული მოქალაქეები ვიხდით და დევნილები ვიხდით იმაში, რომ რეალურად ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია აფხაზეთის მთავრობას, ეს იქნება ადამიანური, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ პროფესიონალური, რაც ყველანაირი რესურსი წარმართოს ჩვენი საერთო მიზნის, რაც არის სოხუმში, გაგრაში, ოჩამჩირეში და აღარ ვლაპარაკობ გალზე. მე გალზე მინდა აქცენტი გავაკეთო, სამწუხაროდ არის ტენდენცია, რატომ ხდება მაინც და მაინც გალის რაიონის, მე არ მაქვს პრეტენზია არცეთ გალელთან, უბრალოდ გალი დაბრუნებული გვაქვს, ჩვენ გალში გადასვლა არის ადვილად შესაძლებელი, მაგრამ საჭიროა აფხაზეთის მთავრობაში მოვიდნენ სოხუმელები და გაგრელები, რომელთაც მეტი мотиваცია აქვს, რომ დაბრუნდნენ აფხაზეთში, დაბრუნდნენ სოხუმში და დაბრუნდნენ გაგრაში. და მათ მეტი კონტაქტები აქვს. ეს კიდევ ეს საკითხი, რაზეც მინდოდა მესაუბრა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი კონცეფცია, რომელიც უკვე წარმოადგენთ სამწუხაროდ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ამას. ჩვენ მთავრობაში შევიტანეთ პრემიერ-მინისტრის სახელზე ჩვენი კონცეფცია. ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელიც დასაწყებია დევნილების ჩართულობითა და მონაწილეობით. როგორ შეიძლება რუსეთთან პირდაპირ დიალოგის აღდგენა იმ დევნილების ჩართულობითა და მონაწილეობით ფორმატია შემუშავებული და ასევე აფხაზებთან ასე ვთქვათ მოლაპარაკებების დაწყება და როგორ ერთვებიან აქ დევნილები, ნდობით აღჭურვილი ხალხის მიერ ლეგიტიმაცია მიცემული დევნილები. ჩვენ ფართო საზოგადოებისთვის ჯერ არ დაგვიწყე ამაზე საუბარი, კონკრეტულად დევნილ მოსახლეობაში დავიწყეთ ჩვენ ამ კონცეფციის გატანას და აუცილებლად მივაწვით ამ ინფორმაციას ჩვენ ხალხს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კონცეფცია იქნება მხარდაჭერილი, იმიტომ რომ იმდენად მარტივად და გასაგებად არის ყველაფერი გაწერილი და კონკრეტულ სამინისტროებს რა ფუნქციები ეკისრებათ დევნილებისთვის ძალიან მისაღები იქნება და მთავარია დევნილებმა დაუჭირონ მხარი და დევნილები იყვნენ ჩართულები. ეს რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის კონცეფციას და აი ამ ასე ვთქვათ თეორიას, სამოქმედო გეგმას. და მესამე მინდა დევნილებს მოუწოდე ასევე იმისკენ რომ იყონ ერთად ასევე საერთო ინტერესების ირგვლივ იბრძოლონ და არ ასე ვთქვათ სოლიდარობა გაუწიონ ერთმანეთს პირველ რიგში და მე ვფიქრობ, რომ ეს ყოფითი პრობლემები, რომელიც დევნილ მოსახლეობაში შეექმნა, ალბათ ესეც მიზანი მიმართულად არის, რომ ქვეყნის საზრუნავში არ ჩაერთონ. მე ვთხოვ დევნილებს, რომ იფიქრონ ქვეყნის საზრუნავზე, რა არის მათთვის პრიორიტეტი. თუ კი მოთხოვნილება მათ არ ექნებათ სოხუმში და აფხაზეთში დაბრუნების, მაშინ აქტივობის წყარო არ განხოთ, აქტივობის წყაროთ უნდა ვაქციოთ ეს მოთხოვნილება და აუცილებლად უნდა დავიწყოთ ამაზეც ფიქრით. პარალელურ რეჟიმში, რა თქმა უნდა, და მინდა ბრძოლის უნარიც გადმოგცეთ და мотиваციის უნარი, ასევე მინდა იფიქროთ იმაზე, რომ ერთმანეთს შეუწყოთ ხელი, რომ ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევიქმნათ თითოეულმა ჩვენგანმა. და თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები ჟურნალისტებს, მე შემიძლია გაგცეთ პასუხი და ძალიან კარგით. თუ შემოთავაზეთ ხო, ძალიან კარგი, დიდი მადლობა. სამწუხაროდ რაღაც ეს ამ თემას იმდენად არ აშუქებენ ტელევიზიები, მე გული მწყდება და თუ კი იქნება, რადგან თქვენ ხელისუფლების დანაწილებაში მონაწილეობთ, აუცილებლად ძალიან კარგი.